თუ რა მდგომარეობა არის ტიქის შედეგად დაზარალებულ სოფელში, ამას უკვე ჩვენი პირდაპირ ეთერის საშუალებით სტუმრებისგან და ჩვენი ჟურნალისტისგან გავიგებთ. საღამომშვიდობისათ აკო. საღამომშვიდობის გიორგი, მოგესალმებით თქვენ და მოგესალმებით ასევე რეალობის მაყურებელს. ჩვენ ახლა სოფელ კარბში ვიმყოფებით. აქ მოსახლეობას ცოტა ხნის წინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. აქ სოფლის ცენტრში შეკრებილები არიან ადგილობრივები და მე ახლა გავესაუბრები მათ და გავიგებთ უფრო დეტალურად თუ რა მდგომარეობაა სოფელში და დიახ, იქნებ გვითხრათ რა მდგომარეობაა სოფელში, ძირითადად რა გაგინადგურდათ და როგორ აპირებთ რომ თავს უშველოთ, ასე რომ ვთქვათ, თუ გაქვთ შემოსავალი. თავის შველას ალბათ ჩვენ თვითონ როგორ ვერ გავკლავდებით. ალბათ თუ მთავრობა არ დაგვეხმარა 85% განადგურებული ხეხილის რაზეც ჩვენ არ დამოკიდებული. არ დაგვეხმარებიან, ალბათ ჩავალთ მობილიზაციას გავუკეთებთ და მთავრობა შევაწუხებთ ყველანაირად. გუშინ კი ვიყავით გორის მთავრობაში, მაგრამ ჯერჯერობით რეზულტატი არ არის. ფიქრობთ რომ ზემოთაც წავალთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ ჩვენს ბიუჯეტში არ არის შესაბამისი თანხებიო და შესაბამისად ვერ დავეხმარებითო და მაინტერესებს თქვენ ვისგან ითხოვთ დახმარებას და იმ შემთხვევაში თუ არ დაგეხმარნენ, ან თუ ზარალი არ აგინაზღაურეს, რას აპირებთ სოფლის მოსახლეობა? სოფლის მოსახლეობა იმას ვაპირებთ, რომ კომპლექტის ზონა ვართ. გვეხმარებიან შეშის ფულით რაღაცები და თუ იმითი გვეხმარებიან და ვართ კომპლექტის ზონა და გამოყოფილია რაღაც თანხები, არ ახმარდება სოფელს. აი ეს თანხები აიღონ და დაგვეხმარონ სოფელს, ყველით დავზარალდით. თუ არა და გავაკეთებთ რაღაცას, ან გორში არა, თბილისში წავალ, გადავკეტავთ გზებს ჩვენც, როგორც კახეთს დაეხმარნენ, ისე დაგვეხმარონ ჩვენც. რა ვქნათ, მე მქონდა ორი ბაღი, რომელსაც კარგა ესხა. იყო სოფლის ზემოდან. კი, სოფლის ქვემოთ ცოტა ისე მაინც არ დაზარალდა ხალხი, ისე ძალიან, როგორც ჩვენ დავზარალდით. ისეთი სეტყვა იყო, რომ ესე იგი, არ ვიცი, არაფერი, რომ ხე ჩამოწიოდა ტოტი ნახო, ერთი ის აღარ არის. ვაშლი აღარ არის. ვაშლის ქვეშ მქონდა მარწყვის, მაროდინა, ატამი, ყველაფერი განადგურდა. რა ვქნათ? რითი ვიცხოვროთ? შეამოწმოთ უტყვის ვამბობთ, იქ წამლებს ყიდულობთ, იქ სასუქს ყიდულობთ, იქ 1000 რაღაცა უნდა ხილს რამე, ხო გვჭირდება? რითი გავაკეთოთ? პენსია ჩვენ არ გვაქვს, დახმარება ჩვენ არ გვაქვს, ხელფასი ჩვენ არ გვაქვს, სამუშაო ჩვენ არ გვაქვს. პატარა ბიჭი წამლის 25 წლის ბიჭი ვიყავ, როგორ შეცვლი რომ მე იმას რომ მოიდა კაპიკიანი მომეცი რომ რაღაცა ვიყიდო. შვილები ვიყავ, შვილები ხო მყავს, კაცო, გასვენება რაღაცა ხო გვჭირდება ფული. რითი ვიარსებოთ? რაც რამე შემოსავალი ქონდა შაშან, კი ბატონო შაშან ცოტა ვისარგებლეთ, სულ ჩავყარეთ ამ ხილის მომბლაში. მე რა გავჭამ, მერმის კი არა, მერმის შემოდგომამდე. რა ვჭამოთ? რითი ვიცხოვროთ? გაგვეცით პასუხი. ერთ რამეს ვიტყვი, შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა, ძაღლები დაეხოცათ, კი, თავშესაფარში. იმ წუთში გამოაცხადეს, შეიკრიბნენ, რომ რა ეშველებათ იმ უპატრონო ძაღლებს. აგრა სავსეა ჩვენი სოფელი უპატრონო ძაღლები. ჩამოვიდნენ წაიყვანო. რა თქვინდა? იმათ კარგა ეხმარებიან? ჩვენ ხალხი არა ვარ? დაგვაბან მასში და გვაჭამო და გვასვარ. რა ვქნათ? აი სიტყვა გამეცი, მითხარი. ისეთი როდა ჩემი ბიჭი ისეთი წიროდა რომ თესობეს ეს უნდა იმის ღრიალი. ისეთ აი განციროდა რომ ორი ბაღი ჰქონდა რომელსაც ესხოდა ისინი დაგვისტეთყა სულა. ჩვენ მეტი ბაღი არ აქვს. რა გავაკეთოთ? მითხარი რა შემოსავალი გვაქვს. თორე რა თქვა სოფლის ხალხი არის და თუ ტყვის ვამბობ, რომელიმე თქვას. შეცქერი ვარ თხილს, როდის მოისხავს, აი ამისავით ბეფოფინებით ყველაფერს. მეტი შემოსავალი ჩვენ არ აქვს. გაგვეცით პასუხს, საწავიდეთ. საწავიდეთ სუვალებითა და იმითი მითხარით, აი რა გავაკეთოთ? რა ვქნათ? და მე ახლა მაინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თუ იყვნენ თქვენთან ამოსულები, ან შესაბამისი კომისია თუ არის უკვე შექმნილი თქვენთვის თუ აცნობილი და თუ იყვნენ სოფელში რომ ზარალი აღეწერათ. მე მოახსენებს ყველაფერს, რომ გუშინ ვიყავი ჩასულები გორში. ბატონი ონიაშვილია, ხო, ის ვინც არის გორისის. შევკბიდა, მისულები ვიყავი დეპუტატი, შევკბიდა რომ დღესვე აქედანვე წამოვალთ კომისიას, გამოყოფთ და ამოვალთ სოფელში. წამოვედით ეს ხალხი იმის პირობით რომ კომისია უნდა შექმნილიყო, უნდა ამოსულიყო და შეემოწმებინათ ეს დასეტყვილი სოფელი. ამოიარეს ეს სოფელი, ჩვენ ზემოდან დასეტყვილი სოფელი არის მერეთი. კარბი გაიარეს, არც გააჩერეს, მერეთში ავიდნენ, შეამოწმეს რამოდენიმე ბაღი, დაატრიალდნენ უკან, ველოდებოდით რომ ახაც უნდა გაჩერებული იყო, ზედაც არ შემოხვედეს საერთოდ. ისე წავიდნენ, ჩაიარეს გორში. აქ რო ხალხი ვითომ არაფერი მოხდა რა. დღეს კიდე მოვიდნენ ისე მერეთში იმუშავეს.
წერავენ კომისია გამოყოფილია, კარგში არაფერი. ჩვენ ვისი მოქალაქეები ვართ? თუ არა ვართ ამათი მოქალაქეები და არა ვართ აქაურები, მაშინ გითხართ, თუ ჩინელები, მაშინ ჩინელებთან წავართ. ჩინეთის მთავრობას მივაგიჩავთ. თუ არ ვაინტერესებთ. ეგ კი არ არია. ჩვენი რა შეგვინახავენ? აბა რა ხდება ეს რა ამბავია? თუ მოვლენ ერთი თვის მერე ეს გაფუჭებული მოსავალი, ეს ვაშლი, თან სვივა ყოველდღურად. მერე გვეტყვია რომ აბა რა ესხა, არ ესხა იმას არაფერია. ეს უნდა შეიქმნას ხვალვე ზეგვენ და მოვიდეს და იმუშაოს. გავყვებით სოფლიდან ჩვენი არც მაგათი ხელფასი გვინდა, არც მაგათი არაფერი გვინდა. უბრალოდ გავყვებით, დავეხმარებით იმაში რომ ბაღები დაათვალიერონ, თვითონვე აღწერონ, თვითონვე შეაგიონ, რამდენი პროცენტია დაზიანებული, რამდენია გაფუჭებული და როგორ არის. ამას რა თქმა უნდა დიდი ფილოსოფია სპეციალისტი უნდა მოიყვანოს. თვითონვე გამოყონ ხალხი, ჩვენ უბრალოდ დავეხმარებით, ვაჩვენებთ. დაუშვათ ჩემი ბაღი არ დაისეთქვა, ხო? ამისი დაისეთქვა. მე ვიტყვი რომ მე ჩემი დასეთქვილი არ არის, არ მინდა არაფერი და არც მოვითხოვ. ამის რო დაისეთქვა ამარ ახანას. სოფლის მოსახლეობა ძალიან კარგად დიდი მადლობა. ამაზე ვარ მე მაინტერესებს შარშანაც თუ იყო მსგავსი სიტყვა მოსული და თუ აგინაზღაურეს ის ზარალი კი არა 52 წლისა ვარ და ესეთი სიტყვა არ მინახე ეხლა რო იყო. ძალიან დაგვაზარალა მოკლედ რა. თუ დაგვეხმარებიან, რა ვიცი. ძალიან გვჭირდება გაჭირებული ხალხი ვარ. ძალიან დიდი ვალები გვაქვს ბანკებისაგაც. რითი აპირებთ, როგორ აპირებთ აი ამ ვალების გადახდას? დავიხავოთ, აბა რა ვიცი. აი რა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ არ ვიცით ეს. ხელისუფლება თუ არ დაგვეხმარა გამომვალ მდგომარეობაში ვარ დღესდღეობით. ძალიან ბევრს უმეტესობას აქვს აღებული კრედიტი. ამ კრედიტის შესაძლებლობით ვიყიდეთ ის წამალიც, ჯერ ამდენი წამლობა ყველას მოგეხსენებათ რა არის. წამლობა ჩაუტარდა, თითო წამლობა 200 და 300 და 400. რა თქმა უნდა, ეს ხო ზარალია. თუ ხელისუფლება მარიზრუნდა ჩვენზე, ჩვენ ძალიან გამომავალ მდგომარეობაში ვარ და იძულებულები გავხდებით რომ გორშიც ჩავიდეთ და თბილისშიც ჩავიდეთ. იმიტომ რომ თუ კახეთია საქართველოს მხარე, ქართლ რა დააშავა. მაშინ მოიდანონ კახეთს მისხეს დასაშლელი, რუბლის დასაშლელი აპარატურა. მოიდანონ აქაც. კაცო, ნუ გამოგვიყოფენ ნიფუს კანაუს გასაწმენდა, ჩვენ ამოვიღებთ კანაუს. სიტყვი მოვიდა, იმანაც არ გაიცოლა. დაშალონ გრუბელი და ჩვენ არა. ანუ ბაღიდან შემოსავლი, მიღებული შემოსავლის გარდა თუ გაქვთ კიდევ დამატებით სხვა შემოსავალი თუ გაგაჩნიათ? ავი. არაფერი რა, სოფლის პირობებში არანაირი უმუშევრობა. ჩვენ არა გვაქვს და არაფერი. არაფერი აბსოლუტურად. უმუშევრები ვართ, შევცქერივათ ბაღს. ეწვალებით რომ რაღაცა ოჯახი ვაჩინოთ. სხვა არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. სოფელი ძალიან უჭის და თავრობა თუ არ დაეხმარა ეს არ გამოვა. დიძალი ვალები აქვს. წამალი უნდა, სასუქი უნდა, ბევრი რამე უნდა. იწყლის გადასახად იქის რითი უნდა დავფაროთ. რა შეგვიძლია ჩვენს? კიდევაცა, მაგრამ 80% სოფლის მოსახლეობა. აი თქვენ მითხარით, ძირითადად მოსავლის რა ნაწილი გაგინადგურდათ და რა მოსავლია ეს ზუსტად? ვაშლი მათ ჩვენთან ვაშლი მოდის ხეხილი მოდის ვაშლი მოდის ჩვენ რო თხოვლობდნენ აი გვერდში ამოგვიდექით თუ უნდათ არჩევნები მაშინ რო უდექით გვერდზე ეხლა ეგენი ამოგვიდგნენ გვერდში კაციან მაგათად დახმარება ეგრე კი არ არის ესე მიგვატოვონ და წარიელები გვინდათ არსებობ ჩვენთან სანამ გადაცემაში მონაწილეობას მივიღებდით, მოსახლეობა მეუბნებოდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვთ გარკვეული კითხვები და მოდით მოусმინოთ მათ და იქნებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეძლონ და მათ პასუხი გასცენ კითხვაზე. გესმენთ რა კითხვები გაქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან? რა კითხვები გვაქვს და საერთოდ კარბი სოფელი აი პოლიტიკაში, არანაირ არჩევნებში, არანაირ იმაში არ იღებს აი როგორ ვთქვა, თავის ასრს არ გამოთქვავენ, როგორც ეტყვიან, ასე მივდებთ აი როგორც სიტყვიან, ცხრებებით ყველანაირად. ყველა სოფელშია მაგალითად აი მერეთმეს გააკეთა, მეხლეკისმეს გააკეთა, აი ესე იჩვილეს, ესე იჩვილეს. არანაირად გამოგვიყოფენ თანხას, ერთ კანავს ამოწმენდავენ, დამთავრდა ის თანხა საწავი და არ კითხულობთ, არ გვესაქმება, ჩაფუმლები ვართ მეურნეობაში, ჩვენ
ჩვენ პრობლემებში არანაირ პრობლემას არ უქმნით არც გორის მთავრობას არც თბილისის მთავრობას არავის ეგრე არ არის სწორი არ არის გამოიყოთ 18000 უნდა აგვეშენებინა ისეთი რაღაც შენობა რომ დარბაზის სახით რომ გარბივართ გორში გასვენებაა თუ რაღაცა რამეა რატომ უნდა წახვიდე სოფლის მოსახლე გორში და იქ გადაიხადო ყველას ჯვარის წერია ქელეხი და რამე გამოგვიყეს ერთხელ 18000 აგვიშენეს ორი სვეტი ჩადგეს სამებაში სადაც გვაქვს სასაფლაო არ დამთავრდა არც იმის აშენება ეხლა გამოყოფილია 18000 ხმას არავინ არ ვიღებთ არ გვინდა რომ ვიღაცა შევძულდეთ ვიღაცას რაღაცა იმას აკვდათ ჩვენ ცხოცოდონი ვართ ერთი კანაო გაწმინდეს ბირჟაზე დამთავრდა 18000 წადი მოიკითხე სად არის 18000 ხო ხმას არ ვიღებთ არა არ გაწუხებთ არანაირად არ გაწუხებთ აი ეხლა კი შეგაწუხებთ ამოვიდა ხალხს ყელში ამოვიდა ყველაფერი ცხოცოდონი ვართ არა ერთი კანაო აწმინდა და მე მთელი დღე დავდექი და 50 მეტრა კანაო მე ჩემი ხელით ამოვტყარე და გავწმინდა იმიტომ რომ ბაღი მიხმებოდა მე ცოდო არა ვარ ვინ გადამიხდის იმ თახას იმ საფას თუ გადამიხდეს დამთავრდა მორჩა ეს არის მთავრობის შეკითხვა აქ არ გაქვთ მე პასუხს უკვე ჩვენც ამოვიღებთ ხმას მორჩა ხრები ხო არა ვართ მართლა რა კარგი ვითმინეთ აი ყველანაირი სოფელი თვითონ გადახედონ გადმოხედო ყველანაირი რამეს ყველა სოფელს თუ კარბი სადმე ფიგურირებდეს და რამეში ხეს უშლით ვინმეს ან გორის მთავრობას ან თბილისის მთავრობას მოვლენ ბოჩოლებივით გავყვებით მოუწერთ ვისაც უნდათ აირჩევენ ყველანაირად. კარგი ამოვიდა მართლა რა, მართლა დებილები ხო არა ვართ არა. აი კარბს გაგიკეთე. მე მაქვს კიდე ერთი შეკითხვა. აი რო დაიხვიეს ხელზე რომ კარგი პენსიას მოუმატეთ 10 ლარი, 20 ლარი, გინდათ 100 ლარი მოუმატონ კი. კი ბატონო მისცენ, ღმერთმა ყველა შეარგოთ. აი ამ ფენის ხალხმა ჩვენ რა ვქნათ? ვინც პენსიამდე ჯერ არა ვართ მისულები. ჩვენს უკან ოჯახებია, შვილები ყარა, ზოგი სტუდენტი ყავს, ზოგი სწავლობს, რაღაცას აკეთებს, ხო? ხო იმას გადასახადი უნდა ყველანაირი. სწავლის ფული, ჭამის ფული, ჩაცმის ფული. აი სანამ პენსიამდე მივართ ამ ჩვენი ფენის ხალხი. ჩვენ არც სამუშაო გვაქვს, სამსახური, არც დახმარება გვაქვს, არაფერი არა გვაქვს. ჩვენ რა ვქნათ? კი ბატონო, იმ პენსიონერს მოუმატეს, გინდათ 100 ლარი მოუმატონ. მე რა ვქნა? ჩემნაირმა რა ქნა? ვისაც რომ ერთ თეთრი შემოსავალი არა აქვს და უყურებთ აი ვაშლის ხეს იმასაც თუ მოასხმენებ, თუ დაახარჯებ, იარსებებ და თუ დასეტყვას, როგორც ეს დასეტყვა, მე ვის ჩემნაირი ხალხი უნდა იყოს შეერეს. ჩვენ რა ვქნათ? აი შეკითხვა მაქვს. ადგილობრივ რითი მოუვა? მე მის ვიღათი მოუვარო. დამისეტყვა 90% გაფუჭებულია. მოვიდნენ თვითონ თავანდი კომისიით შეამოწმონ ჩემი ბაღია. რა გავაკეთო? გამცემ პასუხი. თქვენ გისმენთ თქვენ. ერთი ემაგასაც რო ეძახიანო, გუშინაც რო ვიყავით ჩასული. აი სოფელი კარბსა ყველაფერი გაგიკეთდათო. რა გააქვთ ისა? გუბერნატორმა რო თქვა. გაზი გამოგიყვანეთო წყალიო. წყალი გამოიყვანეს ბოდიში და ჭუჭყიანი მოდის. გაზი გამოიყვანეს საარჩევნო და იმედი ქონდა რომ ესე აც გაზი აბა სად არის გაზი გზები დაანგრიეს წყლები და წყლის მიზზე გაუშვეს გაზის ტრუბა ეგრე ამოდის კანაუში ამოა დაწყდება ჩავა სვავთ იმასა აი რა გააკეთეს ყვიდებიან არაფერი ხა გაზიო გამოვიდაო რა გაზი გამოვიდა მოდით ნებისმიერ ოჯახში შევიდეთ სადან მიყვანილია მილი და ეგარ ჩაეთვალოთ რომ გააკეთეს არანაირი აც გაზი არაფერი სარიმ კომპანიამ დააზიანა წყლის ტრუბები ამიტომ როდესაც წყალი მოდის გასაზღვრულ დროს შემდეგ სიმართლე თქვა ეს ჭუჭყი ჩადის იმ წყალში და ანტისანიტარიული წყალი მოდის ეგ ერთი მერე ისე უნიათოდ გააკეთეს გაიყვანეს ტრუბები რომ არ მგონია შეიძლება სოფელი აფეთქდეს გაზი რომ მოვა თუ მოვა ჯერ ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციონ ახალი მთავრობა ვითომ რაღაცას აკეთებს კი მაგრამ ისე ხო არ უნდა გააკეთოს რომ ერთ თვეში გაფუჭდეს ისევ და ისევ გზა აღარ დატოვეს ზემოთ სოფელში მოუხრეშეს ამ სოფელს არაფერი არ გაუკეთეს აგერ ვერ გადახვალთ ჩექმა თუ არ ჩაიწვით გარეთ უბნებში ვერც ერთ უბნებში ვერ გადახვალთ ხალხს იმედი ჰქონდათ რომ ეს მთავრობა ყველანაირად გვერდზე ხო დაუდგა ხალხი რომ მთავრობა უნდა შეცვლილიყო რომ არ გვინდოდა ის მთავრობაო ეგენ ის დაგვიდგნენ ეხა ჩვენც ხალხი ვარ და დაგვიდგნენ ყველანაირად გვერდზე როცა რო ხალხს გვიჭვის მაშინ უნდა დაგვიდგნენ ყველაზე მთავარი ეგ არის სხვა არაფერს ვითხოვთ არა დავზარალდით ცოტა არ ვიბძოლეთ მეტნაკლებად ზოგს მეტი ზოგს ნაკლებად ხო ჩვენც დაგვიდგნენ გვერდზე ჩვენ ხო ყველანაირად გვერდზე დაუვდებით
სხვა არაფერი ყველანაირად იმას შვებით. ვეწვალებით, ვედაგებით, მაგრამ არაფერი გამოდის. რა გავაკეთოთ ჩვენც? იმოდენა ისინი შხამები, ის კრედიტები და იმას ოჯახს ჩენა ხო უნდა რა. არ გამოდის არაფერი. უნდა დაგვეხმაროთ. თუ არა და ყველანაირ იმას მიმართავთ. ყველანაირ. ხელისუფლება დაგპირდათ, რომ შეიქმნება შესაბამისი კომისიებიო და მოხდება ზარალის აღწერაო და რამდენ ხანს აპირებთ მოცდას და თუ დროულად არ მოხდება აი ეს ყველაფერი, შემდეგ რას აპირებთ? გუშინ უნდა გამოეშვათ კომისია. აი როგორც ალიკამას თქვა, აიარეს მე აკაციშვილი არ მოსულა. რატო გუშინდანვე ხო უნდა დაეწყოთ კომისია, დღეს ხო უნდა მოსულიყო. არავინ არ აკითხულობს, ესე იგი ჩვენ აქ სოფელი არ არის და ხალხად არ აქვთვლიან ალბათ. ხო შეიძლებოდა რომ სიტყვაზე გუშინ ვერ მოასწრეს დღეს მოსულიყვნენ. როდემდე უნდა გასწინოთ ის ვაშლი ჩამოწვია, ის მარწყვი იმოდენა მარწყვირო ხარსა. სუგათელილი აქვს. მოვლენ მე და იტყვენ აბა რა ესხო, რაღა უნდა იპოვოს. არაფერი. ჩალპება შეჭამს, მატლი შეჭამს. ჭიანჭველა შეჭამს, აღარაფერი აღარ დაჩება. მაგასაც ეგრე გამოდის რომ აგვიანებენ მაგის გულისთვის რომ ნაკლები ის იყოს რა ფაქტი მე ერთხელ მოდეთ რომ ესე არის დაბლიდან აი მიწიდან ამაკ აკრეფილი შეხე როგორ არის და რას აგავს ვაშლი ტოტები თავის ტოტებიანასაც ჩამოსული 80% 90 განადგურებულია აბა უყურეთ რა ვიცი რა გვეშველება რა თუ თავრობა გვერდზე არ დაგვიდგა ჩვენ საშველი არა ჩვენ გვაინტერესებს კიდევ ერთი რა ხო ვართ მოსახლეობა ცხოვრობთ ვარსებობთ ამ ქვეყანაში და ყველანაირად ვაკეთებთ ყველაფერს გვითხრან დაგვეხმარებიან თუ არ დაგვეხმარებიან ეგ მაინც გვითხრან რომ ვიცოდეთ თუ არ დაგვეხმარებიან მაშინ მე ჩვენ სხვა გზას მიმართავთ ვინც დაგვეხმარებიან იქით წავალ ჩვენს აქ ნუღა მოვლენ მე საარჩევნოთ მოიტახმა მომეცი მოიტა ის მომეცი სხვანაირად მოვიცეთ მე ჩვენ სულ სხვანაირად არავის არ შემოუშვეთ ავჭედავთ იმ საარჩევნო უბნის კარებში ვაფშე ავჭედავთ სულ აფიცრავთ არავის არ შეუშვეთ აი მაგას ვიზავთ მეტი რა გავაკეთოთ მეტი არაფერი შეგვიძლია იარაღი ჩვენ არ გაქვს და შემატყებას არ დავიწყებთ რა გავაკეთოთ მეტი დიახ გიორგი როგორც ხედავთ სოფელში საკმაოდ რთული მდგომარეობაა მოსახლეობა სასწრაფოდ ითხოვს დახმარებას წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი აქციების გამართვას აანონსებენ შეგახსენებთ იმასაც რომ სოფელი კარბი კონფლიქტის ზონის მიმდებარედ მდებარეობს მართლაც რთული ვითარებაა მადლობა თაკო და მადლობა ყველა იმ ადამიანს რომლებიც ახლა შენს გვერდით იმყოფებიან